დღეს ვთამაშობთ თამაშს, რომელსაც ქვია ტყუილების ყუთი. სულ გვაქვს 9 იდუმალი ყუთი, სადაც მოთავსებულია ისეთი ნივთები, რომელიც არავის არასდროს უნახავს. კანჩის და ყურის ჭხირის ოღონდ ფეხებიც აქვს. პირველივე ესე ვერ მოიწოვებოდი. კაი. პირველივე ვერ მოიწოვებოდი. ხო. ალბათ. მიირთვით. მასტერ კლასი. თამაში იქნება 5 ქულამდე და თუ კი ჩვენი სტუმრები გაიმარჯვებენ, ისინი ბეთლაევისგან მიიღებენ 1000 ლარს. მოკლედ ჩვენი სტუმრები უსაყვარლესი ახალგაზრდები ილო ბეროშვილი და გიორგი ბახუტი. პირდაპირ თინეიჯერები რო გეთქვა უკეთესი იქნება. ჯენზი. როგორ ხართ ბიჭებო? ავი ეხლა ხანს გავხდით სრულწლოვნები და გვიხარია ბედნიერები ვარ ცხოვრება მშვენიერია. იე. know what I'm saying? ძალიან მიხარია ჩვენთან ხართ. და ძალიან მიხარია ბევრი ტყუილის მოსმენა მოგიწევთ. ჩვენს ქვეყანაში რაც ძალიან დეფიციტურია და სადმე ხონა მოვიტყუოთ და აი მოდი აქ მოვისმენთ. ჩვენს წინააღმდეგ თამაშობთ ცეცხლიანითო და ილოს პოდკასტი. ესე გამოდის. დავაი, წავიდე. აი, დავიწყე. ავიღე მაშინ ახლოს რაც მაქვს, პირველი ნივთი. რიგრიგობით ავხსნათ რა, ეხლა მე დავიწყებ ახსნას, მე შენ. სიმძიმესაც უნდა დააკვირდეთ. მე მგონი მარსელა თუ თამაში. ხო, მინდა გაიგე ხა. არა. ჩარტე ხა ის ხეულის ენა და რაღაცები. მოკლედ, ესეთი სიტუაცია. გოგონა არის ექიმთან. სტოპ. ანეკდოტს ყვები შეჭება? თოკომ გააგრძელოს რა თუ შეიძლება. არა. მოთხოვნა რა გინდა. კაი. ექიმთან მოგყვება, ნამდვილად არაფერი არ მოიტყუება. და იკეთებს როგორც ხედავ დაახლოებით თავის რენტგენს, ანუ თავის გადაღებას აკეთებს, რომელიც შედის აპარატში, ანუ აი ეს წევ ხარ და შედი ხარ, ხო იცი? ამერტე თუ რაღაც რო. ხო, ეს აპარატი დანადგარი არის ტუალეტის ქაღალდისგან მოწყობილი და ეს არის ხრელი და ეგ შედის რა, ანუ ახალი ტუალეტის ქაღალდია თუ ის ქაღალდი დაცლილი აქვს და ის შუა არის, მაგრამ არა, ახლა ის გავს, ანუ იმ დანადგარს გავს რა. ხო და მე რას ის თეთრი რა ხარ ახალია თუ გამოს რომ მოყავა აქ შეგდეგარი თუ თავის ქაღალდი. კლიანი და იმიტომ გავს უფრო მაგდანადგარს მიხვდი ეს თეთრი. ექიმიც არის მანცადმე. ექიმია ეს. ექიმიც არის. ექიმიც არის. ეს კომპოზიცია ესეთია, რომ ანუ ეს გოგონა ემზადება შესასვლელად და ექიმი თავზე ადგას და უყურებს როგორ შედის. მე მგონი იტყუებიან, აბა ექიმიაო ისო რატო კითხατε რა. მეც ეგ ეგრე სპეციალურად. ანუ გადახურული ხო არ არის? ექიმი ტუალეტის ქაღალდისგან. არა, მარტო არა, რას ვამბობ? თვითონ ეს ოთახი არის. კლინიკა ხო არა? კლინიკა არის, ანუ წარმოდგენილი რაღაცა კომპოზიცია აქვს. ბიჭო, ნახე ხა, ექიმის ფორმაში ჩაცმული როჟა შპრიცით რო ყოფილიყო, კითხავდნენ ეს ექიმიაო? ხო, არა. გამორიცხულია. აი სპეციალურად ვქენით. აბა ვინ ახლა ნარკომანი გეგონა ვიღაცა იქვე ამერტესთან თუ რას იზახ? არა, ეგ ემერტეს აპარატი იმ დამაჯერებლად ჭირდა რა. ემერტეს აპარატი მართლა დამაჯერებლად ჭირდა, იმიტომ რომ თან იძახდა რომ მაგიტო გავსრო თეთრია და დიდია და რაღაცა, მაგრამ არ ვიცი რა. გეოდრო. რა შერას ანუ უფრო არასკენ ვარ. მეც უფრო არასკენ. მაგრამ თან ესენი პროფესიონალი თაღლითები არიან. არა, ეგ უკვე საფრთხო ცნობილი ამბავია. რავი, იტყუებიან სვაძლევ ხმას შენ. მეც ხმას ვაძლევ არას. თქვენ ვერ გადახვედით ნელა გაჩვენებთ. თონიკეს დაუთმობ მაშინ ამის ჩვენება. ზურგით ხო არა ჩვენები? არა, ნელა უწევთ. ნელა. არასდროს. აუ, ვიღეთ. აი ეგ მე სპასურათი რამე თუ სხვანაირად აღწერეთ მითხარი. ამაზე რანაირად იკითხე ბიჭო, ხო ექიმია. აბარა მაგაში არის ძალით ქენი. ინფორმაცია ხო მოგაწოდეთ ბოლომდე. არა, შეიძლება მეც მეკითხე, მაგრამ ბარბი და კენი ვიღაცა ეგეთი პიჟონი ექიმი ჯერ არ ძალით გაკეთე. შემოგივლი, შემოთონიკე პირველი ქულა ჩვენ. მასტერ კლასი. ეს იყოს მოდი. აბა. ისეთია რა, საშუალო. არტევა დაიო. მე მგონი რაღაც თანამედროვე არტში უნდა დაიწყოს ამის გამკეთებელობა. მაგრამ უმუშაო. ნელა უნდა გადავიდეს არტის ხელოვნებაში, მე მგონი. ვიცი, ეხლა ვაშლიაო რომ მითხრათ, არ დავიჯერო უკვე ისეთ შესავალი გავა. რა არისო? ვაშლი დევს. არა, ძალიან აჩანლიჩები. გისმენთ ყურადღებით ძალიან. ნდფ არის ნდსპ რა, ზუსტად მეც ეგონის უმერეო.
ის არის, რა ქვია? რაღაცა ხე მოიფიქრეთ გარეთ გავიდნენ და იმას აწვევიან. პლატფორმა არის რაღაც შეღებილი MDF-ის ან DSP-ი, ფიცარი რა კარგი რაღაც. თეთრად შეღებილია და შავი შოკოლადებით აქ ზედ დაწევებული ერთის გამოტოვებით რა, ანუ ის არის ჭადრაკის დაფის იმიტაცია არის, მაგით გაკეთებული რა. ილო, შენ რას გვეტყვი, გაგზავნეთ. ხო, ანუ DSP-ა თუ MDF-ი მე მაგებში მართლა ვერ ვერკვევი, მაგრამ არ გაინტერესებს. აი, ხო და ჭადრაკია და ამ ჭადრაკის დაფაზე არის ორი ძალიან საყვარელი ფიგურა, ხო? მაგათი ბრძოლის სცენა არის. ბრძოლა? ორი ფიგურა, ხო? რა ფიგურებზეა საუბარი? მე ზოგადად მე ვეტყვი, იმიტომ რომ მე ვარ ყოფილი მოჭადრაკი, მეორე თანრიგოსანი, მაგრამ ასეთი ფიგურები იქ არ იყო. ხო. არა, თვითონ რა ფიგურა არ რითი გაკეთებული? რითი არის გაკეთებული? თუ ჭადრაკის რომელი ფიგურა? რა არის, რა ფიგურა? რა ფიგურებია, ხო? კარჩე კლუჩის და ყურის ჭხირის ბრძოლის სცენა. კლუჩი როგორ არის ქართულად? ქანჩი? ქანჩის და ყურის ჭხირის ბრძოლის ოღონდ სცენა. ფეხებიც აქვს. ანუ ქანჩი და ყურის ჭხირი ებრძვიან ერთმანეთს. აი ის მართულის ხელები და ფეხები აქვს და მე მგონი რაღაცა სიგუნები. არა. რატო ის? რა არის? ეხა ეს შენ რა გინდა თქვა რომ ეს უცებ შეთანხმდნენ? ეს მოიფიქრეს, რომ ყურის ჭხირი და ქანჩი ერთმანეთში იბრძვიან. ხო, მაგრამ ერთ დეტალს გეტყვი ხარ, აი, სანამ ფიგურებს აგვიხსნიდნენ, მაგრა უჭირდათ ფიგურის ახსნა. ანუ როცა ცალსახად ყურის ჭხირია და ქანჩია. ხო. ხო შეგიძლია ეგრევე წყნარად. არა, მე წავედი, არა, უბრალოდ გეტყვით, თქვენ რაც გინდათ დავაწყოთ, მაგრამ მე წავედი, რომ ჭადრაკის რომელი ფიგურებია. ანუ პაიკი თუ თუ რაღაცა და მაგიტო ვთქვი, რომელიმე. ზუსტად იგივეა არქნა ექიმზე და შენ რო დაფიქრდი და დიდი ხარ პასუხი. ან მაგ არა. მაგას გამოცდილება უნდა. ხო, ანუ ახლა ის DSP თუ MDF-ი არის ჩვენი საფირმო მასალა, გაიგე? ანუ ამას ხშირად იყენებენ ჩვენი ბიჭები რა. მე მგონია რომ ტყუილია. თუ ასე ხსნიან ნამდვილს, ნუ ინვესტიცია იქნება ერთგვარი, გოცვდება რომ ანუ სუსტად ხსნიან სიმართლეს. თუ ნაღდი რო თქვა და იგივე ინვესტიცია ჩავდოთ. შეგიძლია ხო არა აქვს. ნამდვილი მგონია ძალიან რა. პირველივეს ესე ვერ მოიტყუებოდნენ. კაი, მისმენს წამ. პირველივეს ესე ვერ მოიტყუებოდნენ. არ გიტყვილი. კაი. პირველივეს ვერ მოიტყუებოდნენ. ხო. დავაი. ნამდვილი. ბიჭერა. ხო, ნუ ვანახეთ, ხო? აუ. ჩვენს კაი თაღლითები გამოვდა იქ. ეს არის ციგში ჩაქსოვილი ჩიზბურგერი და მაგარი კარისონი კი მოაქვს. სულზე რატო ვერ მივხვდეთ მე? ამას ისეთი ჩათვალხიტინებ, შენ რომ აქედანაც ბიზნესი გამოვა მასე. და რაღაცა ციგნები მოგივიდეს, ბურგერით და ფრი, დედას ფიცი. მოკლედ, ტარს ემსახურებენ ბიჭები, იმიტომ რომ ძალიან კარგად გაართვეს თავი პირველ დავალებას. ის ხედით, არა დგეწმე. ოჯახ მართლა არ ველოდი და ეხლა მეწოდინება რომ პროფესიონალ აფერისტებთან გვაქვს საქმე. კი. მაშინ პირველს ავიღებ. კი ბატონო. ასამბობდით ხო კი? თან რეალურადაც როგორც აფერისტი, ორივე აფერისტის როლს თამაშობს ერთ-ერთ სერიალში, აი ფაქტობრივად რა და ეგეც უნდა გაგვეთვალისწინებინა. მართალი ხარ, მართალი ხარ. თქო, მაშინ შენ ახსენე. ერთის საერთო ოფიციალური. ესა, კაი რაღაცაა. რა კარგად აკვირდებია ყველა დეტალის დაჭერა. მე ლაპარაკზე მეტად უფრო ეს ხმა გამაგები. აი, ძალიან მაგარი ნამუშევარია პირდაპირ გეტყვით რა. მე დავიწყებ ამჯერად. ისმენ შემოთონიკე. მოკლედ კარგი გუდისყველის ნაჭერია და ზეთისხილები არის წარმოდგენილი როგორც ალბათ ჩანაფიქრის ცხრის კურკლები. ანუ ეს ბევრი უყრია, გაჭრილი, რამდენიმე ნაჭერი გუდისყველი და ერთი დიდი თავი დევს თეფშზე და ცოტა ის არის რა, წვანილია რაღაცა. რა მწვანილია? ეხა გუდისყველი ძალიან თესლს უნდა არ დააყენე. არა, ანუ არ არის ნამდვილი, ხო? ნამდვილია. რა? ნამდვილი გუდისყველი. აბა ნამუშევარია გუდისყველზე რა იმუშავოს ეხლა. ის რაღაც დევს შიგნით. იმენა კურკლები. კურკლები რა ხან დევს? კურკლები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. დია. რისი კურკლებია ეს? თხის. თხის, ანუ ეგ ხო რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ თხის განკეთდება ეს. ბიჭო, გრამე გუდისყველის სუნი გცემს ეხა? ეს ზოგადად გუდისყველის აი, აქ მოიტანე ცილი და მე აგიწევ თუ. არა, მიყვარს. 99% ვაკელებისგან განსხვავებით მე გუდისყველი მიყვარს. გუდისყველის სუნი არ არის, მეც მაგრამ მევასება დაუწვავდი ეგრევე. კი. გუდისყველი თვითონ არის აი ესეთი ნაჭერი და ორი დაჭრილი ნაჭერი არის დაწვენილი. როგორი ნაჭერი? ანუ აი წარმოიდგინე დიდი ნაჭერი. რატო არ მეკითხები? დიდი ნაჭერი. ჩამოჭრილი ორი ნაჭერი, ესე ერთმანეთზე დადებული
და ეს თავარი ნაჭერი ესე დევს. დიდად. თავარი ნაჭერი რას? ან როგორ არის გუდის თავი არის და ჩამწეული ნაჭერი. და იგივე ყველი რომ მოაჭრა ორი და აწვინო ესე იქვე რაღაცა არ არსებობს აქ ერთი თავი გუდა რო იდო. ჩვენ ამდენს რატო ლაპარაკობთ იცი? ჩვენ ამდენს იმიტომ ლაპარაკობთ რომ როგორმე იქნებ სუნი მოვიდეს როდესაც თავი და ხო შეიძლება რომ ვერ იქნება. ასე და დეტალები გამოუშვი რა. გუდის ყველის ერთი თავი არის. წვანილია კიდე მაგ? თეფსე დევს, წვანილები დევს, რა წვანილი არ ვიცი, რაღაცა ის არის, რა ქვია, მუქი არის, ძალიან მუქი წვანილია, რეჰანი შეიძლება არ ვიცი. და ყველი არის ორი ცალი დაჭრილი და ირგვლივ ესენი კურკები დევს რა. აი, ეხა შეიძლება ჩემი არაფერი არ არის აბსოლუტური. პირველი, არ ვიცი ეხა მე, საიდან ხარ შენ? წარმოშობით. გურიაში შეიძლება რომ რეჰანი არ იცოდე? არა, სახელი არ ვიცი თორე შემოქმედია. ეს თბილისელია, სოფელია. სად შეხვედრია ეგ ბრძანილი? იმაში რა ქვია, სალაჩი. ხო, სალაჩი არის გასაგებია. აი, მე მგონია რომ იტყუებიან, მაგრამ იგივე წარმატებით შეიძლება გიყოს პირველი რატომაც ვიფიქრე რომ იტყუებიან. просто გუდის ყოლს არ გარისკავდნენ აი ბიჭო, მაგას. ხო, იმიტომ რომ თუ იტყუები, იფიქრებ რომ სუნი არ გაუშვას, ხო? ან რაღაცა ის არის. ლ გუდის ყველი არის და ეგ ამგონია. ერთი რასაც ვფიქრობდი რომ ზედიზედ ორჯერ სიმართლეს არ იტყვიან მეთქი მაგას ვფიქრობდი მე, მაგრამ ეგ შეიძლება ეგ იყოს ხაფანგი ზუსტად. უეჭველი იტყუები. პასუხი ხო ისევ არა, ჩვენ ძალიან ცუდი თავობავთ არ ვჭირა არაფრის დედამიწაზე. კი, გუდის ყველი არ მოიგონა ყველაზე სუნიანი რაღაცა რატო მოიფიქრე მე მგონი ჩვენო გვეთქვა რომ რაც შეთქვი სუნი არ არის და აღარ უნდა გავიგრძელო სუნი ქონდა ძალიან ცუდა მეთქი კი წავიდეს ისეთი რაღაც ხო არ უნდა ყარდეს აქაურობა და აგა ხო ძალიან ყოველი სუნი მეთქი კი წავიდეს ურთულესი რაღაც მოიფიქრე შენ საღულს მაგრამ გუდის ყველი არის ურთულესი რომ აი წამებში დამოსგო რომ ამის სუნი შემოსულო ჩვენ კაი ხო ანუ არ წინას არ გქონდა მოფიქრებული ნაღდათ ხო ოკეი აი ჩემი ხათრით რა ცუდია თქო რა იყო ჩემი საყვარელი ციფრია მაგრამ მაგაი მე მერე ტყუში იყო 3 მე არა გვაცა ხო 9-ს არ მოგიგებს რა კაი ეხავე ვინ ცხოვრება და აი რომელიც 9-ს არ ავიღე თქვენ არ გინდა თუ შორს წახვიდეთ თუ რატო 9 ანუ 9 არის ჩემი საყვარელი ციფრი მაგრამ თან ის არა ქვია მე გადამწყვეტი ტურისთვის ვიფიქრე რა დან 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 იქ რო არის ხო იცი მაკულატურაში we happy Vincent yeah we happy ის უნდა გამოანა თუ სოფლის პროექტი Vincent we happy yeah we happy აი მე დედო ნერვიულობ რა ბაღდო ნახე გამომწერების ტური გამოიცანით ამ ნივთის შესახებ იტყუებიან თუ სიმართლეს ამბობენ არ ვიცი ეს ახლა DSP-ა თუ არა ეს მართლა არ ვიცი კიდევ ერთხელ მასალებში ვერ ვკვევი მაგრამ ბოდიში ძალიან საინტერესო რაღაცა აი რაზეც პრინტავენ ხოლმე ეგ რა ქვია მაგნა იმას ფურცელია არა ქაღალდი გოგო არის ჩოპსტიკები აქვს თავში გაყრილი შო არა ნუ რა ვიცი სხვა რაღაცა და ისა ვიც პრინტი რაზე ამბობდი პრინტი რაზე პრინტი არ დაიჯერო არ ვიცი რა მასალაა და ასალა არ გვაინტერესებს კაი რა გაინტერესებს კომპოზიცია არის თქვენს წინაშე კაი არის გოგონა რომელსაც აცვია რაღაც მაისური უჭირავს ხელში ფენი ბოდიში თმაში რა აქვს თმაში აქვს ის ჩინური ის რაღაცა აი ხელში უჭირავს ფენი ხო გააგზელებ ახლა და ახლა გააგზელებ მაკარონის თმა აქვს ამ გოგოს როგორ შეიძლება თუ მოხარშული არ არის ძალიან გაჭირა და ჩოპსტიკები აქვს თავში გაყრილი ანუ მაგარ და ის მაკარონი ნაღდია მოხარშულია თუ ის არის რა ქვია ხო შეიძლება არა ისე შე როგორ ანუ ისე ვერ მიხვდები მოხარშული თუ არ არის მაკარონი ხო თან ილო მიცოდა ხო შეხე თუ მოკვიჩი თუ ბიჭო მოხარშულს გავს მაგრამ ძველია ან არ ვიცი რა გამხმარი არის რა ვერ გავიგე რა ხდება მაგრამ ეხა იცი მითხარით რას გვაძლევს რას გვეუბნები უბრალოდ საბოლოოდ ნახა ჩათვალე რომ არის ნახატი აი სადმე ხო იცი მაგიტო ვიზახდი რა თანამედროვე მუზეუმის ხელოვნებაში რომ შეხო თუ რაღაცა რომ ნახავ აი ეგეთია რომ სრიდე ნახატი არის რა თავის ჩოპსტიკებით და მაკარონით ბიჭო ანუ კომპოზიცია არის ესეთი გოგონა დგას აქვს მაკარონის თმები ჩოპსტიკები აქვს გარჭობილი ხო და მორჩა ფენი უჭირავს ხელში თვალები აქვს ჯერა რა. კაროჩ ბედნიერია. ხო, ერთად. გინდა რა ნიკა რა. იმინე მჭადის ყველი, მჭადი ყველით არის და ბაჟი აქვს მოსხმული. არა. ხო, ანუ ტყუილი. არ არის ტყუილი, ერთი წამით.
გონია რომ არ არის ტყუილი, მაგრამ რადგან წინაზე შემეშალა, ამიტომ შენ დაგითმობ და ამოიღეთ. ტყუილი. დაწერეთ კომენტარებში #სიმართლეა ან #ტყუილია. აი, ძმებო, რატო ავიჯერებ ჩვენ? ლაო, გოგო. მოგატყუებთ ამ ხელა ხალხი. ხარი ძმაო რა. ნუ ხარ სულ სწრაფი. გოგო არის ჩოპსტიკები აქ თავში გახარ. მაკარონის თმა აქ ამ გოგოს ფენი უჭერავს ხელში. კაროჩი აი ჩაგვიდეს ქვია ამას რა. ჯიადრი მაქინა დაგვიქაჩი. თორნიკე, გვაპობენ ბიჭები რა. და შეიძლება ეხლა ეს გავუტაროთ ჩვენსავე სტუდიაში? ცოტა უხერხულია მე მგონი თქვენ ოხიდან. ნახე, მუშაობენ რა. ბიჭებო, ვიწყებთ. აუ, ეს რა აიღო რა მძიმე, ხა ისე აიღო რომ მიდი და უკვე დაიწყო თამაში. მოგეხმარება ორგანიზებაში. აუ, მეგონა რომ იმ რაღაცამ გამოუშვა ეხმა თავიდან. დაიწყებ ნიკუშ. კი ბატონო, დავდგო მე კამერისთვის. შენ დაიწყე და კი ბატონო. მოკლედ, ბიჭებო, კარტი არის, რომელშიც რაზომის კარტია. სტანდარტული კარტი არის. ზუსტად უბრალოდ ერთი ნიუანსია, რომ ამ კარტში პერსონაჟები არის ჩემი ცოლის დაქალებიდან. ვინ პერსონაჟები არის? თქვენ ორი ხართ. სხვათა შორის, აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტანდარტული კარტია, უბრალოდ შენ ხარ ჯოკერი და ყველა ვალეტი ხარ შენ. მოიცადე ერთი წამი. კარტია, ანუ აი ამ ზომის კარტია. სტანდარტული რო არ დაიბნე რა. კოლოფში კი არდებს. ისე არის წარმოდგენილი, რომ ეხა ვხედავთ რამდენიმე კარტს ერთდროულად. მათ ხო და რანაირად არის ეგრე წარმოდგენილი? დალაგებული არის, რაღაცაში არის ჩალაგებული ორ რიგად. და ანუ ერთ ესე ხო? თქვი რა ხწერე? ნახე კარტი ყუთში არდებს, სპეციალურად ისე არის გაკეთებული, რომ ყველა ჩანდეს. რიგებად, რომ რაღაც სურათები დავინახოთ. ორი რიგია და რამდენიმე კარტი ჩანს, ძირითადად წინ და უკან. 7 არის წინ, უკან არის 8. და მათ შორის წინ და უკან. ბიჭო, ორ რიგად არის გაკეთებული. ესეა ხო? ანუ კომპოზიციურად არის მოწყობილი. ანუ კარტი ყუთში ხო არ არის, ანუ არის ესე ორ რიგად და მათ შორის არის კაროლები, რომელიც არ გვითქვამს კვაზი და გრიშა კაკაჩია. კაროლები. ტუზე არის გრიშა. აუ ბიჭო. ყველა თქვი ვინც კი ამან პერსონაჟი? პერსონაჟები ვინც ჩანს, ყველა ჩამოგითვალა. ზოგი არ ჩანს პერსონაჟი, ანუ ზოგი უბრალოდ არა, კვაზი მანდკავა, გრიშა, თქვენ. ხო და მე რას ვიძახი რომ თუ ამბობ რომ 8 კარტი ერთგან არის და 7 კარტი მეორეგან არის, სულ 15. და შენ ჩამოთვალე პერსონაჟი, რომელიც არის კვაზი. აქ არის 7-იანები და 8-იანებიც. რამდენი აქვს ენდა 7-იანი, ეგ დათვალე და არ ჩანს. ჩალეთში ჭირდება მაგის თანახმას ახლა. უკანო მხარეს არის ეგ. გაიტესებთ ყველაფერს ვიტყვით. ჩალეთში რაც თუ ჭირდება არ ჩანს. აუ ბიჭო, ანუ თან იცი რა შვებიან, რომ ვითომ მიტყუები, ანუ ეგრე ნაგლად რაღაცაში რომ დევს იქ ხო ჩანს რომ მე პერსონაჟები ხო ჩანს და იქიდან ჩანს იმ კონსტრუქციიდან და რატო არ ჩანს ქვედა კარტები 7-იანი და 9-იანი და 8-იანი და ეგენი. რეალურად ბევრი კარტებია, მაგრამ რაც ახლა გამოკვეთილად ჩანს, 7 კარტი ქვევით ჩანს, ზევითაც ჩანს 8 კარტი. და იქ მასოვკა კარტებიც არის. მე უბრალოდ ახლა ესე არ ანუ ეხლა ყველა კარტი აქვს. მასოვკა კარტებიც არის. წესით იტყუებიან, რა ეგეთი პროები თუ არიან მართლა წაიღონ რა ვიცი. ბიჭო, არ ვიცი, აი მე ცოტა გაორება მაქვს იმ პონჩი, რომ ერთის მხრივ მომენტ, ნახე, სად ვიჭედები მე, ერთის მხრივ მომენტ შოუს პონჩი, რო გეცდება, საკაიფო იქნებოდა, რომ ჩვენთვის სპეციალურად დაემზადებინათ და გადაობა იქნებოდა. მეორეს მხრივ შეიძლება წინასწარ ტყუილი მოვიფიქროთ თქვენს და მოდი რახანაი თემატურიაო, მოდი ესეთი ტყუილი ვთქვათ. ანუ ესეც შესაძლებელია და ისიც შესაძლებელია. მაგრამ ეგ მგონია, რომ უფრო ამათ მოფიქრებულს გავს, რომ ადვილად დავიჯეროთ, რომ გაიგე, ეგეც გაიგე. აი, მე ერთის მაფიქრებს შოუს. ანუ ეგ რო გეფიქრე, რაც იფიქრე, მაგიტო თქვენს ეგ. შეიძლება. წინაზე რა კიდეს მოიტყუეს? ხო, მოიტყუეს და ეხაც მოიტყუებოდ რა. შენ რას ფიქრობ? ტყუილს ფიქრობ. კაი, მოდი ჯეირანი უცებ. არა, იტყუებიან. იტყუებიან? კაი, რა ჯეირანი ხო არ გადაგვიწყო. მოდი უბრალოდ ვითამაშოთ რა. ერთად ჯეირანი. ხო, თან წავაკი. იტყუებიან. შეიძლება და ეხლა გამოაძრობენ იმას ჩვენ კარტებს და იქ. 3-2. 3-2?
ეგრე. რატო შემისწორი კარტების რაოდენობა? აუ ეს რო იყოს თავარი პრიზი 1000 ლარი არ გვინდა რა. 1000 ლარი არ გვინდა ამას წავიდე შეიძლება? ძალიან კარგად ქენით, იმიტომ რომ მე ხო გეუბნები ბეჭი შემეპარა მაგრამ არა ბიჭო, ანუ თესლად მოიფიქრეთ, მაგრამ ეს არ ვქვი, თვითონ აღწერაში დაიწვით. პირველი შეცდომა იყო თქვენ რომ ვაფშე ძალიან მძიმე ნივთივით რო გადმოიტანეთ. ეგ მოგატყუეთ, აუ ზადავე. მივხვდი, მაგრამ ნუ დავაი ახსენე. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ერთი ქულა გჭირდებათ, ანუ თუ თქვენ შეგვასწენთ ამ მომენტში უკვე გამარჯვებულები ხართ, ჩვენ გვინდა ყველას გამოცნობა სწორი და ყველა უნდა შეგახსენოთ, რომ დაუძვრეთ ამ რა არის, ამიტომ არის წინასწარ უნდა მოვიფიქროთ, გაიტყუილებით, თორე ძალიან რთულია აქ. მაგრამ გვისურვებთ, ერთად ძალიან რთული. პროფ მსახიობებთან რომ დაეჯახები. მოდი ცხრიანი მაშინ შენი ცხრიანი, თორე შეიძლება მაგის შანსი აღარ მოგეცეს. ხო. როგორია სიმძიმე? როგორ შეაფასებ გრამატიკას? საშუალო ზონის არის რა. აი ხიმათ. ისე, აი, რა ხმა არ კონდეს რა. ხმიანი. სპილია. რას გაიგებ ხა ეგრე? რაღაცა შოქში არიან ყველას ვიცი. რაღაცა კაი მივთია აშკარა. შოქში არიან გიფიცე. ცარიელია. ენა შოქში არიან გიფიცე. ძალიან კონცენტრაცია უნდა მოვახდინო ხა და უნდა დაგიქამბე ხო. ანუ ნახე ხის ყუთი არის, წარმოიდგინე მინიატურული ტუალეტი რა, რაღაც ეგეთი და კარზე აქვს ხელის მოსაკიდი. ოღონდ ეს წეღან რო გააღე, როგორ ქნა, ქვემოთ ხო? თუ გაიღო, ესე გაიღო თუ ქვემოთ? ქვემოთ. ანუ ქვემოთ იღება რა, ესე არ იღება, კარი გაიგე? რა, ქვემოთ იღება ჩვეული. აიხარეთ მე? მაგარიცდელია მოტყუა. ეგ არის. და ისა გახსენია წერია და ცოტა მაჯერი. წეღან რო გავაღეთ ის რა იყო? კალია იყო თუ? არა. აბა, ობობა იყო შიგნით. ობობას ვერ ცნობს და უჯერა. და ერთხელაც შეიხედეთ, მართლა რა არის ბოლო ნახეთ. გახსნის ხო გააკეთა. ბიჭო, ვინები არიან ესენი? ის აფერისტები. კი, ობობა არის. ნაღდი? არა, ნაღდი არა. ნაღდი რო ყოფილიყო აქ არ ვიჯდებოდი. ეხლა წივილი იქნება. ტუალეტი და ობობა ამისთვის იწვალეს, ანუ ეს არის ყველაფერი აქ თელი ჩანაფიქრი? აუ რა, რაღაც, ანუ რა არის ეს? აი, გახსენი და ესეთი რაღაცები კოსტა სტილია. ევასება რო აი პროცესში. მოდი ერთ რაღაცას გეტყვი ხა ჩემო ნიკოლოზ რა. როდესაც ამოიღეს, ცოტა შოკირებულები იყვნენ. ანუ, იმიტომ რომ თავიდან ვერ მიხვდნენ რა იყო. არ შეიძლება ყუთზე შოკი დაგემართოს რა. აი, მაგ გახსენი ძალიან მაფნოს ხა. ვერ მოიფიქრებდნენ, თამიჯერე. თუ გინდა რომ გავაგრძელოთ თამაში, ეს ყველაფერი ეს ტყუილთან ეცინებოდა. თან ძალიან ძნელად ფიქრობდნენ ტყუილს. შეიძლება ტყუილის იმიტაცია იყოს. მოდი რა, ავიღებ ჩემთან. ერთი წუთი. აიღე შენ წინაზე ფოტოშოპს. ორჯერ. გინდას მართ? არ ვიცი. აუჩი. კაი მიდი. ტყუილი. კაი. ბიჭ. აი მოგატყუებთ მაგრამ. ამას როგორ ვიგადოთ? ამ ხელახავ. არო, თორნიკე. მოკლედ არო ჩაგვიტარეს. არ დამიჯერე არაფერს. ისე მართლა ძმო, სამჯერ აიღე შენ თავზე და ეხლა. უნდა დავუჯერო. პირველად შეფთი მან დამენძრა. დამსახურებული 1000 ლარი. ოჩახ ბიჭებო. მეფოეთქო? ძალიან კარგად ითამაშე. ოდნავაც არ ველოდებოდი რომ ესე კონკურენციას გაგვიწევდით კი არა, ესე დაგშაგრავდით. მაგრამ ისი აბაროტი ამაღებინა ბახუდამ თქვენზე YouTube ლიგის პონჩი რა და იცოდეთ. კაი, გულში არ ჩაიდოთ რა, მაგრამ მიყვარხარ ძმებო. მადლობა ძმებო კიდე ერთხელ. დაკოცეთ. მადლობა რომ გქონდეთ.